53 წლის ბრიტანელი მამაკაცი თავისი მინი ავტობუსით იმ ადგილას შეიჭრა, სადაც ლივერპულის გულშემატკივრები იყვნენ შეკრებილი. ისინი პრემიერ ლიგის ჩემპიონობაზე იმობდნენ. ინციდენტის შედეგად 45-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. სამართალდამცველების ინფორმაციით მძღოლი, რომელიც უკვე დაკავებულია მარტომოქმედებდა. შესაბამისად, შემთხვევა ტერორისტულ აქტად არ ჩათვალეს. სასწრაფო დახმარების თანამშრომელმა დევ კიტჩინმა განაცხადა, რომ 27 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში, მათ შორის 2-ს მძიმე დაზიანება აღენიშნებოდა. დანარჩენები კი, მათ შორის 4 ბავშვი მსუბუქად დაშავდა. მეხანძრეებს მანქანის აწევა მოუხდათ, რათა ქვეშ მოყოლილი 4 ადამიანი გადაერჩინათ. დაშავებულს შორის იყო მედიკოსიც, რომელიც იქვე მორიგეობდა. მერსისაიდის პოლიციამ, რომელმაც უკვე დაიწყო გამოძიება, მოქალაქეებს მოუწოდა თავი შეიკავონ სპეკულაციისგან და შემზარავი ვიდეოების გავრცელებისგან. დღეს ლივერპულში გამარჯვების აღსანიშნავად ასეულობით 1000 ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. სამწუხაროდ საღამოს 6 საათზე, როცა აღლუმი დასასრულს უახლოვდებოდა, მივიღეთ ინფორმაცია, რომ ქალაქის ცენტრში ავტომობილი ხალხში შევარდა. რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო ბევრს ადგილზე გაუწიეს დახმარება. ყველას ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებია. ავტომობილი ადგილზე გაჩერდა. ჩვენ დავაკავეთ 53 წლის თეთრკანიანი ბრიტანელი მამაკაცი ლივერპულის რაიონიდან. ვფიქრობთ, რომ ის იყო მანქანის მძღოლი. მიმდინარეობს გამოძიება, რათა დადგინდეს ინციდენტამდე არსებული გარემოებები. მნიშვნელოვანია, რომ არ გაავრცელოთ დაუზუსტებელი ინფორმაცია სოციალური ქსელებით. ლივერპულმა ბოლოს ლიგა 2020 წელს მოიგო, თუმცა COVID პანდემიის გამო გულშემატკივრებს საჯაროდ აღნიშვნის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. ამჯერად ისინი დროშებით ხელში წვიმასა და ქარში იდგნენ. ზოგი შუქნიშაზეც კი აზრა, რათა ფეხბურთელებისთვის თვალი ედევნებინა.